მოგესალმებით, ეთერშია ტელეკომპანია პეკატივის რუბრიკა ესკულაპი ლიზასთან ერთად. Აგრძელებთ საავტორო სამედიცინო რუბრიკა ესკულაპის გადაცემათა ციკლს. დღეს გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ვერიკო. მე ვეკოს დაუძახებ, გიგია. კიდევ ერთხელ მოგესალმები ვეკო და მინდა ჩვენს მაყურებელს ერთი თხოვნა გავუკეთო გადაცემის დასაწყისშივე. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. Აი გადაცემები არსებობს, როდესაც წერთ ხოლმე ვაკვირდები საყოველთაო თემატიკაზე და რაღაცა ძალიან სპეციფიური, უფრო ნიშური თემატიკა. თავის ტკივილი, ეს არის თემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და რომელიც უნდა გავშალოთ. როდესაც გადაცემებს წერთ ხოლმე მე დაკვირვებული ვარ, რომ არსებობს საყოველთაო თემები და ცოტა ისეთი ნიშური, რაღაც სპეციფიური დაავადებები, რომლითაც საუბრობთ. თავის ტკივილი ეს ის თემა, რომელიც ვფიქრობ, რომ საზოგადო პრობლემაა და პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვისაც პირდაპირ ირიბად არ შეხებია ეს პრობლემა და ამიტომაც მინდა ჩვენს მაყურებელს ვთხოვო, Instagram-ის, Facebook-ის მაყურებლებს, რომ გააზიარონ ეს ვიდეო, იმიტომ რომ უეჭველი იქნება მათ სამეგობროში ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აქვს და მასთან ერთად ცხოვრობს. ვერა, ჩემო კარგო, მე მინდა პირველი კითხვა დავსვა იმის თაობაზე, რომ ქართველი კაცი, ესეთი ფრაზა არის, რომ როდესაც რამე პრობლემა შეხვდებოდა, ამბობდა ხოლმე, რომ ეს საკითხი მისი თავის ტკივილი იყო. ანუ თავის ტკივილი ფიგურალურად არ ნიშნავდა კონკრეტულად მართლა ფიზიკურ ტკივილს, არამედ რაღაც ერთგვარ პრობლემასაც გამოხატავდა და ვფიქრობ, რომ ამით ქართველი კაცი არ აკეთებდა რაღაცა ამ თემის გაზოგადებას. ეს იყო კონკრეტული პრობლემა, რომელიც ისტორიულად ცნობილი იყო და რომელიც ძალიან შემაწუხებელი იყო ადამიანისთვის, ამიტომაც ყველაზე დიდ პრობლემას აი ზუსტად ტკივილის აი ამ სახეს ადარებდა. ვფიქრობ, რომ თავის ტკივილი ამ თავითვე იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას და როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ, ჩვენ კიდე გავშლით თემას სიღრმეებში და ვნახავთ, რომ თავის ტკივილის უკან ძალიან ბევრი სერიოზული დაავადება შეიძლება იმალებოდეს. მოგესალმებით, ჩემო კარგო და პირველი კითხვა, პირველი თემა, რაზეც მინდა ვისაუბროთ, ზოგადად რას წარმოადგენს თავის ტკივილი და მე შეიძლება ჩვენ რიცხვები ახლა ზუსტად არ დავასახელოთ, იმიტომ რომ სტატისტიკა მუდმივად ცვლადია. რამდენად ხშირია და რამდენად ხშირად შეგვხვედრია ზოგადად არა მარტო სამედიცინო პრაქტიკაში, არამედ ყოფა ცხოვრებაშიც. მოგესალმებით ლიზი, მივესალმები ჩვენ ტელემოყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. რაც მოკლედ ადამიანი არ არსებობს, მეგონი რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავი არ ატკიებოდა და ამიტომ საყოველთაო პრობლემა, ან ყველაზე ხშირი პრობლემა, რომლის გამოც ნევროლოგთან უწევთ პაციენტებს ვიზიტი. ძალიან აფუჭებს ცხოვრების ხარისხსაც, ხო მართალია? პირდაპირ მოქმედებს, რადგან რაღაცა რო გტკივა, არ შეგიძლია ნორმალურად, ელემენტარულად ჩვეულებრივ ყოფით მდგომარეობაში იარსებო, ან ჩვეულებრივ იმუშაო, ან ოჯახის საქმე გააკეთო, ანუ ეს პირდაპირ აისახება ცხოვრების სტილზე, ხარისხზე. რაც შეეხება თავის ტკივილს, თავის ტკივილი კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება დავყოთ როგორც პირველადი თავის ტკივილი, მეორადი თავის ტკივილი და ასევე კრანიალური ნევრალგიები. და საინტერესო არის, რომ ეს პირველადი თავის ტკივილი, როგორც არის შაკიკი და დაძაბულობის თავის ტკივილი, არის დაახლოებით 92% შემთხვევებში, ანუ ყველაზე ძირითადად. და ამიტომ მე ამ ორ ტიპზე მინდა უფრო აქცენტი გავამახვილო, მაგალითად დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელიც თითქმის ყველას აქვს ალბათ გამოცდილი, ან უმრავლეს, მაგალითად დატვირთული დღის შემდეგ, ან როცა ადამიანი გამოუცინარი, ან ისეთ რეჟიმში ცხოვრობ. სტრესულ რეჟიმში. რეალურად ეს ჩვენი ყველა შეხვედრია თანამედროვე ცივილიზაციის გამო. ტკივილი ძალიან ხშირად ხდება. ეს არის საშუალო ინტენსივობის თავის ტკივილი, რომელიც ზოგადად არ მოიცავს რაღაც კონკრეტულ
მიდამოს, არამედ ზოგადად მთლიანი თავის ტკივილი არის. ყოველთვის ვეკითხებით ხოლმე პაციენტებს, რომ თვითონ როგორ აღიქვავენ ამ ტკივილს, მაგალითად. აი ეს დეტალი არის ძალიან საინტერესო, ვერა ამაზე მინდა ცოტა ჩაუღმავდეთ. რამდენადაც ვიცი ნევროლოგები გამოკითხვის დროს, ეხლა ზოგადად ესე რომ ადამიანს ტკივა თავი, აი ამ მოცემულობას არ იღებთ. უღრმავდებით ლოკაცია, ტკივილის ხასიათი და როგორც ვიცი, ხასიათი იქ მოპულსირე, ზოგი ფეთქავი ტკივილი, ზოგი სხვადასხვანაირ მხატვრულად აღწერს, ხო, ზოგიერთი ადამიანი. რაღაც გარკვეულ მნიშვნელობას გაძლევთ დაავადების სიმაზე და ასევე ყურადღებას აქცევთ რა ლოკაციაა საფეთქელი შუბლი, წინ, უკანვან. ამას ამდენად მნიშვნელოვანია თუ ეს ჩვენი სამედიცინო, ასე ვთქვათ, განათლების მითია, რაც თვითონ დიაგნოზით შეიძლება ანამნეზით უკვე გამოვიტანოთ და რა თქმა უნდა ეხლა თუ ისეთ შემთხვევებში როდესაც დამატებითი კვლევები არის საჭირო დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება მხოლოდ ამიტომ ანამნეზ პაციენტის გასინჯვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თავიდან ეს თავის ტკივილზე უნდა დავსვათ პირველი შეკითხვა არის სად ლოკალიზდება შემდეგ ხანგრძლივობა როგორი ხანგრძლივობის არის როგორი ინტენსივობის არის თვითონ ხასიათით როგორც არის როგორც აღნიშნეთ უკვე ზოგი ძალიან მხატვრულად აღწერს და იმიტომ მოჭერითი ხასიათის სარყლისებური გეუბნება თითქოს მოჭერილია ჩარტმას ამსგავსებენ ხშირად ხო ეს ძალიან საინტერესო ის არის და ამ ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკვე კონკრეტული დიაგნოზის დასასმელად და რა თქმა უნდა დიდ დიაგნოზების გამოსარიცხად შემდეგ უკვე ვეკითხებით პაციენტს თანხლებ სიმპტომებზე როგორიც არის მაგალითად თავბრუსხვევა ან გულისრევა ყველაზე ხშირად რა შეიძლება ახდეს თავის ტკივილს დაუშვათ თავბრუსხვევაც ხშირია ხო თავბრუსხვევაც ხშირია გულისრევაც მაგრამ ეს უკვე შეიძლება ფოტოფობია ფონოფობია ანუ სინათლის შიში უბრალოდ მოსიამოვნო შეგრძნება მკვეთრი განათებაზე ან კიდევ მაგალითად ხმაურზე არაადეკვატურად როცა რეაგირებენ ანუ ძალიან საინტერესო თემაზე გადავედით ეხლა თქვენ დაიწყეთ უკვე საუბარი როგორი ასე ვთქვათ ფაქტორები აღძრავს აი თავის ტკივილს ხშირად ერთგვარი ტრიგერები ხო მართალია და ჩამოთვალეთ ეს მეთოდები ეს ცოდნა პაციენტს ეხმარება თუ არა იმაში რომ გარკვეულ დონემდე თვითონ მართოს დაავადება აქ უკვე ალბათ ჩაკიგზია საუბარი ხო როდესაც პაციენტმა იცის რა აწუხებს რეალურად და ცდილობს რომ როგორმე შეტევა აირიდოს ან შეიმსუბუქოს პირველადად როცა აღმოცენდება თავის ტკივილი რაც ყველა პაციენტს ურჩევთ მოსახლეობას რომ მიმართონ აუცილებლად ექიმს ანუ თვითდიაგნოსტირება და სიმპტომური მკურნალობა რაც ჩვენთვის მიუღებელია იმიტომ რომ ამის უკან შეიძლება რაღაც სერიოზული რამ განსაკუთრებით ალბათ ტკივილის შემთხვევაში და როცა უკვე დიაგნოზი დაზუსტებულია მაშინ ძალიან კარგად არის საშუალება რომ თვითონ პაციენტმა მართოს თავის დიაგნოზი იმიტომ რომ არის სიმპტომური საშუალებები რომელიც უკვე ტკივილის კუპირებას ახორციელებს და არის საპროფილაქტიკო საშუალებები რომელიც თუ ხშირი არის მაგალითად ჩაკიკის შემთხვევაში შეტევები შეიძლება საპროფილაქტიკო მედიკამენტებით მინიმალურ რაოდენობამდე დავუყოვნოთ შეტევები და შეიძლება მაგალითად რაღაც კონკრეტული თერაპიით საერთოდ მოიხსნას ან ცხოვრების სტილის შეცვლით და მაგალითად ყველაფერი ეს დადებითად მოქმედებს შემდეგ შედეგებზე. თქვენ ახლა ვეკო ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე და გამახსენდა ჩემი ორი ინტერვიუ ესკულოპის ექიმებთან ჩაწერილი. ერთ-ერთი მაგალითად აი ქალბატონ ცირასთან რომელმაც თქვა რომ როდესაც თავის ტკივილი აწუხებს პაციენტს და ოჯახის ექიმი ამისამართებს ექიმებთან ძალიან ხშირად პაციენტს და თან რამდენჯერმე ქონდა ეპიზოდი არც კი მოსდის აზრად რომ გაიზონოს წნევა აი ქალბატონი ცირა თავის ტკივილში ხედავდა თავისი დაავადების მისი ასე ვთქვათ კომპეტენციაში შემავალი დაავადებებს არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაზე საუბრობთ ერთ-ერთ გამოვლენებას და ხანდახან ადამიანი რომელსაც ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და ვერაფერს ვერ უგვარებს ამ ტკივილ დამაყუჩებლებით აღმოჩნდება რომ მას არტერიული ჰიპერტენზიის ეპიზოდი აქვს და არ იცის მეორე ვარიანტი ყავი როდესაც ეპიდემიოლოგთან საუბრობდით რომ როდესაც ადამიანს აქვს თავის ტკივილი არც კი მოდის ხანდახანაც თუ გაიზომოს ტემპერატურა და შესაძლებელია ეს თავის ტკივილი უკვე არის არა რაღაცა დავუშვათ ნევროლოგია, არამედ ინფექცია, ანუ თავის ტკივილი მინდა ვთქვა რომ ძალიან სერიოზული და დიდი თემაა და პაციენტები შესაძლებელია სხვადასხვა ექიმის კომპეტენციაშიც კი გადავიდეთ, თუნდაც ნეიროქირურგიული, როდესაც საუბარია უკვე რაღაცა
დიდ ისეთ დაზიანებაზე სიზარღვანი მაგალითად თავის ტვინის ან ანევრიზმა ან ეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ვითომ ეს ძალიან ბანალური ტკივილი საკმაოდ ბევრ რაღაცას შეიძლება მალავდეს. ვერიკო საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მუშაობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ამდენად ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მისი როგორც ნევროლოგის პოზიცია იმ კუთხიდანაც ნახოთ, როგორც გერმანია, აი ესეთი განვითარებული და სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან წინწასული ქვეყანა, რამდენად სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს და როგორც ცდილობდა ემართა თავის ტკივილი. თქვენ ვერიკო მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, თუ ამჩნევდით რაიმე, ხა მე ვიცი რომ თქვენ აქაც დაამთავრეთ, იქაც ისწავლეთ, რაიმე განსხვავებას როგორ მართავდა თავის ტკივილს დაუშვათ? მე არ მინდა თქვა რომ გერმანია ჩვენ გვჯობია, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით რა თქმა უნდა საკმაოდ წინ არის გერმანია დაუშვათ საქართველოს მაგალითზე და იყო თუ არა ამ ხრივ რაიმე ისეთი სხვაობა, რაც დაუშვათ ფუნდამენტალური ან თუნდაც რაც შეიძლება რომ ღირდეს დაუშვათ დღევანდელ გადაცემაში რომ გაჟღერდეს. მადლობა კითხვისთვის. ჯერ დავაკონკრეტებ ამ არტერიულ ჰიპერტენზიას და თავის ტკივილთან კავშირს. კი ბატონო. კარგია რომ ეს ორი ნიუანსი ახსენეთ. ძალიან ბევრი პაციენტი, რომელიც ჩვენთან არტერიულ ჰიპერტენზიით მოდის, შეიძლება ჰიპერტონიული კრიზი იყოს და თან ახლავს თავის ტკივილი. პირველი რასაც ვაკეთებთ არის ტკივილის ოკუპაცია, ანუ ტკივილის მოხსნა და შემდეგ უკვე წნევის გაზომვა, რადგან ტკივილის არსებობა იწვევს თავისთავად წნევის აწევას. კი ბატონო. ამიტომ და ზოგადად წნევის აწევას თავის ტკივილს იწევს, შეიძლება უკვე და რეალურად პაციენტს ისაც უხერხს, და ის ვერ გქონდეს სხვანაირად. თავბრუსხოვაც ახლავს თან, შეიძლება გულისრევის შექმნა, ეს არის უკვე ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. ამიტომ ჯერ ყოველთვის სიმპტომურად შეიძლება რომ უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელი მიეცეს და უმტკივნეულო ეპიზოდში მოხდეს წნევის გაზომვები, შეიძლება 24 საათიანი წნევის მონიტორინგი რომ ნამდვილად დადგინდეს ამ პაციენტს აქვს თუ არა არტერიული ჰიპერტენზია და რა თქმა უნდა ცალკე თავის ტკივილის მიზეზის კვლევა. რაც შეეხება მეორეს აი ტემპერატურული რეაქციები და ახლა თავის ტკივილი რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში ახლა ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა უნდა იქნეს შესწავლილი რატო არის ტემპერატურის მატება, არის სადმე ინფექციის კერა და რა თქმა უნდა არის ესეთ სახის თავის ტკივილი პარაინფექციოზური თავის ტკივილს ვეძახით. შეიძლება ზუსტად იმიტომ რომ არის ინფექციური მაგალითად მენინგიტი, როდესაც უკვე თავის ტკივილს მენინგიტი კიდევ უფრო რთული შემთხვევა, როცა დიაგნოზის დასმა უკვე აი წუთებს აქვს მნიშვნელობა, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და იმ პირველივე საათებში მოხდეს სწორი მკურნალობა, თორე და გართულების თუმცა პაციენტი ხშირად ნევროლოგიური ნიშნებითაა, ხო, მენინგიალური ნიშნებით შემოდის და უფრო მეტად პირველივე საათებში თუ არ მოხდა კოპირება, ლეტალობაც მაღალია. კი ბატონო, საკმაოდ ის არის. ტემპერატურის მომატება, ძლიერი თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, დაჭირვა ეგრევე სასწრაფო ჩვენება არის სტაციონარში განთავსების და სათანადო მკურნალობის ჩატარების. აი ამ ხრივ გერმანიის მაგალითი თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ და თუნდაც პირველ ეტაპზე მართვა რომ ტრიაჟი როგორ ხდება და ტრიაჟი ხდება ყოველთვის პაციენტები რომელსაც თავის ტკივილით მოდიან მიმღებში წუთები არის განსაზღვრული, რამდენ წუთში მივა ნევროლოგი და რამდენ წუთში ნახავს პაციენტს. პირველი ნევროლოგი ალბათ აუცილებლად იქ ჯერ ეგთან იღებს. ნუ პარალელურად ხდება წნევა, ტემპერატურა და სისხლის აღება და ეგრევე რამდენიმე წუთში უნდა მივიდეს უკვე ნევროლოგი, გასინჯოს პაციენტი, შეაფასოს მდგომარეობა, რამდენად რთული არის, რამდენად შეიძლება ხარ ტრიაჟის პირობებში მაგალითად ცოტა ხანი მოცნა მოუწიოს, ან ტკივილგამაყუჩებელი მიცეს და შემდეგ თუ არა პაციენტი ნახულობს. ალბათ ყველაზე დიდი საფრთხე ნეიროქირურგიული თვალსაზრისით. მაგალითად, ხა თუ ორი პაციენტი ერთი მწვავე ინსულტით თავის ტკივილით და რა თქმა უნდა ხმაში ჯერ მწვავე ინსულტი ამ პაციენტს ექცევა ყურადღება და ის თავის ტკივილის პაციენტიც აუცილებლად უნდა ინახოს გადაუდებლად მეორე ნევროლოგის მიერ, ანუ მარტო დღის საათებში რამდენიმე ექიმი არის ზოგადად და მეთვალყურეობა ალბათ ყოველთვის წუთები წამები არის გადამწყვეტი და იქ ყოველთვის საათობრივად და წუთობრივად ხდება რეგისტრაცია, რომ რამდენ წუთში მივა ექიმი პაციენტთან. კი ბატონო, ჩვენ სამხრივ ხა ამ უცხოური სტანდარტით მოქმედებთ, მე როცა რეანიმაციაში მორიგებდი,
იყო დრო თურმე, როდესაც თავის ტკივილით შემოსულ პაციენტს არ უდგებოდა ყველა ძალიან სერიოზულად და დღესდღეობით უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენი ექიმებიც, გადაყავთ აპარატზე მონიტორინგის ქვეშ, რომ ინახოს მიზეზი, რეალური მიზეზი, იმიტომ რომ მარტო იმის თქმა პაციენტს რომ ყოველთვის ტკივა თავი, ეს არ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში რაღაცაით უნდა თქვენი ინსულტი ახსენეთ, არ არის და აქ ალბათ უკვე მნიშვნელობას აქცევთ პაციენტის სხვა მდგომარეობას, სხვა ნიშნებსაც, ასაკსაც, არტერიული ჰიპერტენზიის ანამნეზში არსებობას და მთელი რიგი. მაგრამ არის კიდე ერთი, აი მაგალითად სუბარაქნოიდული სისჩაქცევა, იგივე ანევრიზმა, როცა შეიძლება პირიქით ახალგაზრდა იყოს ასაკი და არ იყოს ხომ მართალია ეს. ამიტომ ახალგაზრდებში ნებისმიერი თავის ტკივილი აუცილებელია რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრში სწრაფად იყოს. ვერიკო, აი განსხვავება იმაში, მწვავე და ქრონიკული ტკივილი, აი ესე რომ განვასხვაოთ. მენეჯმენტი რადიკალურად განსხვავებულია, რა თქმა უნდა, კი ორივეგან ნევროლოგი ერთვება, პროგნოზულად ხშირად არის ადამიანი, რომ ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და არც თulis საჭიროს მივიდეს ამას თulis ნორმად. აი მწვავედან მძიმე ტკივილი უფრო სწრაფად მოდის კლინიკაში მოულოდნელად, როდესაც აღმოჩნდება, მაგრამ აი ბევრი ადამიანი და დღეს ალბათ ჩვენ მაყურებელიც ყავს ისეთი, რომელიც ამასთან ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ეს მოუგვარებელი პრობლემაა და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენ კლინიკაში ყავს არაჩვეულებრივი ექიმი, ალბათანი ვერიკო ჯიქია, რომელიც ამ თემაზე მუშაობს ამ მიმართულებით, ალბათანი ვერიკო გაგიწევთ სათანადო დახმარებას და მე მგონი დღეს შაკიკი აღარ არის ის დაავადება, რომელთან ერთადაც აი ესე ყოველ შემთხვევაში რომლის მავნე და ცუდ სიმპტომებთან ერთადაც ცხოვრება ღირს მართალია. არის ძალიან ბევრი პროფილაქტიკური საშუალებები, თუნდაც მაგალითად ბოტულინტოქსინის ინექციები. კი ბატონო, ეს უკვე ცოტა ბოლო პერიოდის ისენია. გერმანიაში იყენებდნენ, ხო, რამდენადაც მოიცი საკმაოდ. პრეზიდენტული თავის ტკივილები არის, ან კიდევ როდესაც ეს მედიკამენტების მიღება არდათ პაციენტებს და არის ისეთი. ცოტა რეფრაქტირულ მედიკამენტოზე მკურნალობასთან დაკავშირებით. ძალიან ეფექტური საშუალება. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე თვიან რემისია იძლევა და მე თანდათან ამცირებს, ხო? ვერიკო, გენეტიკური ფაქტორი თუ თამაშობს როლს, აი ჩვენ ახლა კონკრეტულად ჩაგიგზავთ, ან სქესობრივი თავისებურება, ასაკობრივი, ეროვნული, მთელი რიგი დაავადებებზე გვაქვს საუბრები ჩვენ აქ სხვადასხვა ექიმებთან, როცა ვნახეთ, რომ მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, ასაკს, გენეტიკას, აი აქ თუ არის ესეთი გენეტიკური წინასწარ განწყობა არის და ხშირად ვეკითხებით ხოლმე პაციენტებს, რომ მაგალითად ოჯახში თუ აქვს ვინმე წევრს, თუნდაც შაკიკი ან ჩვეულებრივად თავის ტკივილი და ყოველთვის ვლინდება ხოლმე ან ახლო მონათესავეებში იგივე დიაგნოზი და ქალებში წინასწარ განსაკუთრებით ქალბატონებში, მამაკაცებში იშვიათი და ალბათ ასაკობრივი პერიოდიც ქალბატონებთან, მაგრამ ესეც საყურადღებოა, რადგან აი თვითონ გვინახავს პაციენტები, ახალგაზრდები სხვათა შორის შაკიკით, რომელსაც უკვე ამის ფონზე განუვითარდათ მაგალითად ინსულტი. და ამიტომ ხო ესეც არის ძალიან საყურადღებო. არის ხოლმე თვითონ შაკიკის გამოვლინება, რომ მაგალითად სამხარე საერთოდ ვერ ამოძრავებენ ან გრძნობელობის დაქვეითება და არის კიდევ შაკიკით გამოწვეული ინსულტი. ამიტომ ძალიან საყურადღებო არის თვითონ მართვა ესეთი პაციენტების და ვერიკო, რამდენადაც ვიცი ეს ეპიზოდური, როდესაც ხედველობის პრობლემა ექნებათ, შეიძლება ესეთ შაკიკის გამოვლინება იყოს, ხო მართალია, აი რაღაცა მოციმციმე სკოტომები რაღაც ეს, ანუ ვიზუალური ისეთ შეიძლება კონდეს, ხო მართალია, ოფთალმოლოგიური დატვირთვა, კი ბატონო, დიახ. შეიძლება საერთოდ თავის ტკივილიც არ იყოს და მარტო იყოს ახლა მოციმციმე ესეთ სკოტომები თვალის. კი ბატონო, და ანუ ეს აი რამდენად ისაა აქ ესეთ მრავალფეროვანი გამოვლინებები ნიშნებისაც და რამდენად ბევრ სპეციალისტს შეიძლება გადამისამართეს პაციენტი დაუშვათ არასწორი მკურნალობის შემთხვევაში. ერთი თავისებურება მინდა გითხრათ, ვერიკო, საქართველოში ძალიან განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანები ცხოვრობენ სხვადასხვა კუთხეში და ხშირად იყო ხოლმე, მე თვითონ სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდი აი კვლევებში, როდესაც დადიოდნენ შესასწავლად ქართველი ექიმები და ნახეთ, რომ ზოგ რეგიონში რაღაც დაავადებები უფრო დიდი რაოდენობით იყო, ზოგან ნაკლები ძვალსახსოვანი სისტემები დასავლეთ საქართველოში აშკარად პრევალირებდა, ფარისები ჯერ მაგალითად მახსოვს ხულოს რაიონში ვიყავით და იქ საკმაოდ მაღალი დაგვდასურეთ და ასე შემდეგ. აქ ბევრი განაპირობებელი ფაქტორი იყო გარდა ხასიათისა, გარემო, კვების კულტურა, ჰაერი და ასე შემდეგ. ტენიანობა. რამდენადაც ვიცი, შაკიკსაც გარკვეულისა აქ, ხო, ამ მხრივ და მე ვიცი, რომ ისტორიულად ქართველები თავის გაკვრით ებრძოდნენ აი ამ შაკიკის მკურნალობის მეთოდად იყო მოაზრებული და დღეს უკვე ტრიგერული წერტილები მედიცინამ დაასაბუთა და
მთელი რიგი აღმოსავლურ მედიცინაში რამდენადაც ვიცი აკუპუნქტურა, წერტილოვანი კურნალობა ზუსტად აი ამ ტკივილის მეთოდზე არის მიმართული. სხვათა შორის ბოტოქსის გარკვეულწილად ბოტოქსის ინექციაც ითვალისწინებს კუნთის მოდუნებას აი იმ მიდამოებში დავუშვათ რომ ანუ რა მინდა თქვა რაღაცა ხალხური მეთოდები დღეს ძალიან აქტუალურად წამოვიდა მედიცინაში შაკიკის სამკურნალო და მეცაც გეტყვით ნუტრიციოლოგიურადაც კი არის მთელი რიგი პროდუქტები რომლებიც შეზღუდვასაც როდესაც ნევროლოგი გიმისამართებს პაციენტს შაკიკით ვაძლევთ რეკომენდაციას შეზღუდოს მენიუდან პაციენტმა რომლებიც შეიძლება გახდეს ერთგვარი ტრიგერები აი ამ შეტევის აღმოცენების და ამ ჯგუფში შედის ბევრი საინტერესო და ესეთი საკვები რომელიც ჩვენ მაყურებელს უყვარს მარტო ყავა არა და მარტო შოკოლადი არა სხვათა შორის და დღესდღეობით ეს ძალიან მაგათაც ყველიც არის კი ბატონო ზოგს არაქისიც აძლევს ყველი ჩედარი განსაკუთრებით კი ბატონო და ცოტა უკვირთხομαι რომ რატომ შეზღუდა ექიმა მენიუში დაუშვა თავით კივა და საკვები და ამ დროს რეალურად ამას აქვს ისეთი გარკვეული დანიშნულება და კიდე ერთი რჩევა რეკომენდაცია მე უბრალოდ ბატონ ზაქარიან ახავს ამ გადაცემებს და რო არ თქვა ნამდვილად გამიბრაზდება ვიცი ეს არის ბატონ ზაქარიას არ უყვარს გაჯეტებთან და მობილურთან მიჯაჭვული ახალგაზრდა თაობა მე რამდენადაც ვიცი შაკიკი შეიძლება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც გქონდეთ განსაკუთრებით გადატეხის ასაკის ბავშვები და ხშირად ამოსხოვება ბატონ ზაქარია რომ იმდენად არიან მიჯაჭვულიო რომ ეს თან თავთან ტენიან თან რაღაცა რომ გარკვეულწილადო იწევს მათში მე აი თავის ტკივილსაც თაბრუსხოს დიდი ხანი ტელევიზორში დაძაბულობის თავის ტკივილს ეს ალბათ უფრო კონცენტრირებული როდესაც ამხედულ ჩვენც მე ჩემ თავზე შემიჩნევა როდესაც დაძაბული რაღაცა სამუშაო გვაქვს დაუშვათ ტექსტუალური მასალა კომპიუტერში უფრო დისკომფორტს იწვევს წარმომიდგენია ეს მოზარდებში და ახალგაზრდებში გამოცდების პერიოდში რამდენად ვერიკო, აი თუ არსებობს რაღაცა რეკომენდაციები, მე უფრო ვიტყოდი ჯანსაღი ცხოვრების ჰიგიენის წესები, რომლებიც ჩვენ მაყურებელს ძალიან უყვარს, როცა ექიმი რჩევებს ვაძლევთ. შეიძლება რომ მივცეთ, რომ თავის ტკივილისგან პირველ რიგში და მეორე ნაწილში თავის ტკივილის გართულებებისგან დავიცვათ. თავის ტკივილისგან დაცვა აბსოლუტური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, როცა რამ გვტკივა, პირველ რიგში ტკივილ გამაყუჩებელი დავლიო და შემდეგ უკვე მიზეზი ინახოს. რაც შეიძლება პროფილაქტიკა, სუფთა ჰაერის სწორი კვება და ასეთი არის ანუ მსხეულის მოდუნება და რელაქსაციო ტექნიკები, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს მაგალითად დაძაბულობის თავის. როცა დაჭიმულია ქლიანად ადამიანი, წარმომიდგენია ეს ამდენად კომფორტული იქნება. და რამდენადაც ვიცი, თქვენ ახლა ჰაერი ახსენეთ, CO2-ის მაღალი კონცენტრაცია, როდესაც არის ოთახში და როდესაც აი ბევრი ადამიანი ერთ ოთახში საუბრობს, მიტინგის შემდგომ თავის ტკივილს რო ეძახის, ასე ვთქვათ, რომ გამოდიხარ აქტიური განხილვა, ჰიპოქსიის გამო შეიძლება ასევე განვითარდეს და ჩვენ მაყურებელს ურჩევ რომ მithumetes ვინც გამოცდების პერიოდშია ახალგაზრდები და რაღაცა ესეთი წესები შეიძლება მარტივია მაგრამ ბევრ ადამიანს შველის და ეხმარება ცხოვრების რამდენად შეიძლება კიდევ აი ეს მიზეზი გახდეს თუნდაც იგივე სიგარეტი მამნეჩვეებზე გულისხმობ ალკოჰოლის მოხმარება და სხვა აი სიგარეტს თუ აქვს რამე მნიშვნელობა თუ ბრძალავთ ხოლმე ანუ შაკიკენებს ალკოჰოლის მიღება სიგარეტს და გარკვეულწილად მოქმედება ჯანსაღი ცხოვრების სტილი სისხლძარღვების დიამეტრზე მოქმედებს და ეს რა თქმა უნდა ათეროსკლეროზი იწვევს და უკვე შემდეგ უკვე ნებისმიერი სიცარყოვანი ორგანოს და მივადგეთ ყველაზე დიდ და მსხვილ ნაწილს ეს არის სტრესი სტრესი ნერვიულობა ნერვიულობის ასე ვთქვათ, მართვა, ერთია რომ სტრესული გარემოა და ყველა ცხოვრობთ ამ გარემოში და მეორე როგორ რესპონსი აქვს ამაზე ადამიანს, როგორ რეაგირებს და ერთ-ერთი რეაგირება შეიძლება იყოს ისიც, რომ ადამიანმა აი გამოხატოს თავის ჯანმრთელობის ასე ვთქვათ, გაუარესება. ძალიან ძნელია ხა მოუწოდოთ, რომ არ ინერვიულონ. თუმცა გრადები უნდა ვიყოთ, მოკლედ ნევროლოგების პორტფოლიოში არის მედიკამენტების ოჯახი, რომელიც შეიძლება შაკიკიან პაციენტთან გამოიყენო და მოდი კომერციული ასე ვთქვათ, ინტერესები რომ თავიდან ავიცილოთ, ვთქვათ, რა შეიძლება იყოს დავასახელოთ თავის ტკივილის წამლები, ზოგადი სახელწოდებით. შესაძლებელია თუ არა ჩაერთოს კიდე სხვა დამამშვიდებელი რაღაცა წამალი, იმიტომ რომ თქვენ ჩათვალოთ, რომ ამ ადამიანის თავის ტკივილი არის სტრესიდან გამომდინარე. თუ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ტკივილ დამაყუჩებლებს ვთავთ.
არის თუ გააჩნია ხა თავის ტკივილს რომელიც სახის ანუ მაინც არის ხო განსხვავებია რა თქმა უნდა თუ ხა შფოთის გამო სტრესის გამო არის მაგათა დაძაბულობის თავის ტკივილი თუ ხა ის სტრესი მოეხსნა ან თუ უწევს ისევ სტრესულ გარემოში ყოფნა მაშინ ცოტა რთული იქნება მაგრამ თვითონ ის მედიკამენტები რაც არის ანუ გამართლებული უნდა იყოს იმით დანიშნაც აუცილებლად რომ კონკრეტულად სიმპტომურად არა და იმიზესაც რომ რა თქმა უნდა დოზაც რომ ხა პაციენტი არ მოითენთოს და არ პირიქით ამიტომ რა ვიცი როცა საჭირო არის თუნდაც ამ შფოთვის დროს ან სტრესის დროს აქვს პაციენტებს შფოთვითი აშლილობა მაშინ ერთვება უკვე მკურნალობაში ანტიდეპრესანტები და შემდეგ უკვე ეს ამთლიანად ორგანიზმს ხელს უწყობს რომ ამ სტრესს გაუმკლავდეს ცოტა ისეთი მშვიდი ნერვული სისტემით არის ესეთი ხუმრობა რომ თუ პაციენტს არ უმკურნალებს დროულად თავის ტკივილს ოჯახის წევრებს საჭირდებათ დეპრესიისგან მკურნალობა და ალბათ მართალია იმიტომ რომ ძალიან ძნელი ასატანია როდესაც ოჯახის წევრს ხედავ რომ ესეთი პრობლემა აქვს მით უმეტეს ახალგაზრდებში როდესაც არის და დროული დახმარება იქეთ რჩება მე მგონი ოჯახის წევრიც თვითონ დასახმარებელი ხდება ერთ საკითხს მინდა კიდე ხაზი გაუსვა რომ თვითონ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ან MRI-ის გადაღება ყოველ თავის ტკივილზე არ არის სასურველი. პაციენტს რომელსაც თავის ტკივილი აწუხავს პირველ რიგში ნევროლოგს მიმართავს სპეციალისტს და თუ უკვე სპეციალისტი ჩათვლის საჭიროდ მხოლოდ მაშინ მოხდეს სურათების რა თქმა უნდა ზოგადად მე მგონი დიაგნოზს არ იძლევა კი ბატონო მე მგონი საერთოდ თვით დინებით არ უნდა მიდიოდეს ადამიანი MRT-ს და კატ-ს გადასაღებად ხო მართალია და იქ ნევროლოგმა უნდა უთხრას იმიტომ რომ არც უხიფათო პროცედურებია და არც იაფი ხო მართალია და აქედან გამომდინარე ძალიან რაციონალური რჩევა ალბათ ძალიან ხილად უნდა იყოს მით უმეტეს კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში და დიდი დასხივება არის რა ვიცი და ეს იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც უკვე ექიმს ეჭვია სხვა რამეზე, ანუ არა დავუშვათ და კი ბატონო, მეორე თავის როცა ვეძებთ მისეს, ხო მართალია. პირველი თავის ტკივილი, რომელიც მაგალითად ამოცენდა 50 წლის, 60 წლის ზევით, როცა პიროვნება საერთოდ თავი არ ტკიებია ცხოვრებაში, ანუ ეს ძალიან საყურადღებო არის და აუცილებელი არის, რომ მაშინ სურათიც გადაიღო. კი ბატონო. ვერიკო არსებობს აი ჩვენ რაღაცა იმაზე რჩევებზე და რეკომენდაციებზე რომ საუბრობდით, მაშინ ვახსენეთ, რა შეიძლება ურჩიოთ პაციენტს ასაკრძალად და მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ განსაკუთრებით ახლა რაც Facebook-ზე ჯგუფები სამედიცინო განვითარდა, პირდაპირ ხედავ ხოლმე კომენტარებს, როცა ერთმანეთს ურჩევენ, აი ვიღაცა დაწყეს დავშატო თავი ტკივა და რაქნას და ჩამოწვლია წამლები, იმ ექიმმა რა დაუნიშნა, მაგრამ მე მინდა რომ მაინც ჩვენ მაყურებელს კიდე ერთხელ დაასაბუთებულად უთხრათ რომ თავის ტკივილი ერთი და იგივე დაავადება არ არის ხო მართალია ყველა შემთხვევაში და შეიძლება სიმპტომი იყოს რაღაც დაავადების. შესაბამისად მკურნალობაც იყოს განსხვავებული. ანუ ერთი ექიმის ერთ პაციენტზე დანიშნული მედიკამენტი არ უნდა მოიგოს. ზოგადად ჩვენთან იციან ოჯახის წევრებშიც მაგალითად ერთის ერთ წამალს და მოდი აბა თქვენ ცადეთ თუნდაც საძლე წამალი და მეორე საძლევს მეორე პიროვნებას შეიძლება საერთოდ უარყოფითად იმოქმედოს ასეთმა წამალმა, ამიტომ ყოველ პიროვნებას ცალკე უნდა კონდეს დანიშნულება, რომელსაც რა ვიცი ექიმი გაუკონტროლებს და არ შეიძლება ახლა მეზობლის დანიშნულებით მაგალითად მთელმა მეორე ოჯახმა. ვერიკო ცოტა იმედის მომცემი იმით მინდა გადაცემა ბოლოსკენ მიყვავს და ფრაზა მინდა რომ ჩვენ პაციენტებს ვიცი რომ შაკი კი არ არის მარტივი მოსაგვარებელი, მაგრამ დღეს მედიცინას ძალიან დიდი რესურსი აქვს რომ დაავადება მოათვინიეროს, ხო მართალია. რამდენად რეალურია ეს ჩემი იმედი, ეს რეალობაა ესე. შეიძლება თუ არა შაკი კი მე არ მოგობს საბოლოოდ გამკურნოთ პაციენტი, მაგრამ ისეთ რემისიაში გადავიყვანოთ. ან მე საუბარი მაქვს უკვე რა თქმა უნდა სერიოზულ მიმდინარეობაზე, როდესაც პაციენტს აწუხებს უამრავი რამ და ის ფოტოფობიაც აქვს, ხმაურის შიშიც აქვს, ხო? შესაძლებელია. შესაძლებელია თუ არა ესეთ პაციენტს დავეხმაროთ ისე მდგრადად, რომ მისი მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. საინტერესო შეკითხვა. არის საპროფილაქტიკო მედიკამენტები, რაც ინდივიდუალურად ასაკის გათვალისწინებით, სქესის გათვალისწინებით და შემდეგი თანხლები დაავადება
დაავადების გათვალისწინებით ინიშნება ასეთ პაციენტებში და ვერიკო, რამდენადაც ვიცი, მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი საინტერესო პრეპარატები და მეთოდები შემოვიდა, რომელიც საქართველოში ჯერ ზოგიერთი რეგისტრირებულიც არ არის, ზოგიერთი კვლევას გადის. აი ჩვენ გადაცემის დაწყებამდე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, ნახულობდით უახლეს, აი მოდი ჩავთვალოთ, უახლეს საშუალებებს, რომლებიც იყო, აი თუნდაც ეს ოსტროგენის პლასტირები, რომელზეც საუბრობდით, დასაკრავი პლასტირები, არის მედიკამენტები, რომლებიც შესაძლებელია თვეში ერთხელ ინექციის სახით გაკეთდეს. ეს არის ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატები, არის ხანგრძლივად მოქმედი ტრიპტანებიც, მაგალითად ინექციის და ნელი გამოთავისუფლება აქ ალბათ, ხო, როგორ იქნება? და მონოკლონური ანტისხეულებიც, ესეც კლინიკურ პრაქტიკაში მოუვად უნდა დაინერგოს. კი ბატონო, გამოკვლევა, კვლევა გასული აქვს, რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა ფაზებია. ნაზალური სპრეიდია. სპრეი, რომელიც იქნება ანუ მწვავე შეტევის სკუპირების. და ძალიან სწრაფი სკუპირება ახასიათებს, მახსოვს აი ეს მოსმენილი მაქვს კონფერენციაზე და ვიცი რომ ძალიან ეფექტური იქნება და კი, რა თქმა უნდა, გაივლის ყველა კვლევას აუცილებლად და საქართველოში ჩვეულებრივად იქნება გამოყენებული. ეს დაიცავს ბევრწილად თუნდაც გასტროენტეროლოგიური გართულებებისგან, იმიტომ რომ კი მესმის რომ სხვა მიდამოდან შესული ასევე იმოქმედებს იქ სისწრაფე გამავლობაზე, მაგრამ უშუალოდ არენტერალური გზით მიღებული სხვა არის და ენტერალური მაინც სხვა ეფექტი აქვს და მე მინახავს ბატონ ზაქარიასთან როგორ მოდიან და მკურნალობენ პაციენტები ასე ვთქვათ გასტროეზოფაგურ თუნდაც რეფლუქსი იქნება სხვადასხვა დაზიანებას, რომლებიც ხანგრძლივმა ფარმაცევტულმა თერაპიამ გამოიწვია. და აი ეს ძალიან კარგია, როცა ერთი დაავადების მკურნალობა მეორე დაავადების პრობლემას არ წამოწევს. და რაც შეიძლება იშვიათად მედიკამენტების მიღება, ეს პაციენტისთვისაც ძალიან დიდი პლუსი არის და ექიმისთვისაც, რომ არ ნიშნავს დიდი რაოდენობით მედიკამენტს და ხშირად და დიდი დოზით. ანუ ჩვენიც პრეროგატივა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. კი ბატონო, ყველაზე მარტივ მედიკამენტსაც ძალიან ბევრი უარყოფითი თანხლები მოვლენები აქვს და ხშირად პაციენტი ინსტრუქციას წაიკითხავს ხოლმე და გადაიფიქრებს დადებას, იმიტომ რომ ჩათვლის რომ ეს ყველაფერი. ამას ურჩათ რომ პაციენტს რომ არ წაიკითხონ ინსტრუქცია და ედონ თავიანთ ექიმს რა. კი ბატონო, და ეს ძალიან ცალკე დაავადება. დღეს ეს დაავადება აქტიურმა ინტერნეტ საიტებმა და მეტუმეტეს ხელოვნურმა ინტელექტმა საერთოდ გაზარდა, იმიტომ რომ პაციენტს შეუძლია პირდაპირ დაისვას დიაგნოზი მკურნალობის და კი ბატონო. ოჯახის ექიმი გახდა, დიახ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვეკო გითხრათ დღევანდელი გადაცემისთვის, უამრავი საინტერესო ამბავი მოვისმინეთ, სიახლეებიც ისეთი რაც მე დარწმუნებული ვარ ზოგიერთი ექიმისთვისაც კი ახალი იყო. მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგებთან, ქალბატონ ვერიკო ჯიქიასთან და ქალბატონ თამარ მაისურაძესთან კონსულტაციაზე მოსახვედრად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია და ჩაწერა. დარეკეთ მონიტორზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თქვენთვის სასურველ დროს შეგირჩევთ და ექიმთან შეთანხმებით დამნიშნოთ კონსულტაციას. ვერიკო, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენო და მინდა იმედი დავიტოვო, რომ ძალიან მალე ჩვენს სტუდიას კიდევ ერთხელ წევით და კიდე საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. მე მინდა ისეთი თემა გავშალო, როგორიც არის, რა ვიცი, არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება უკვე თქვენთან შეთანხმების გარეშე დავაანონსო, მაგრამ მაინც ვიტყვი, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იჩივის ტკივილს ხერხემლის არეში, ზოგს წელი ტკივა, ზოგს ფეხი აქვს დაბუშებული, ეს არის ხერხემლის თიაქარი თუ იშიაზი თუ ლუმბალგია თუ ნერვის ანთება, არ ვიცი, ყველა სხვადასხვა დიაგნოზი და სახელწოდებით მოდის. ეს თემა ძალიან აქტუალურია და ერთი მთავარი სპეციალობის გარშემო, ნევროლოგის გარშემო ტრიალებს. მე მინდა რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბროთ და ერთი რამ თქვა კიდე დასაიმედებლად ამ თემაზე, რაზეც ჩვენ და მომავალ გადაცემაში ვისაუბრო, დღეს თანამედროვე მედიცინა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოს ქირურგიული ჩართება და მით უფრო მეტად გახდეს ნევროლოგის სამართავი ასეთი პაციენტები. კი ბატონო. მაგრამ როცა ქირურგია საჭირო, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წევთ უკან, მაგრამ ქირურგიული ჩარევის მერე მაინც ნევროლოგის მეთვალყურებაა საჭირო და ამიტომ მინდა რომ ჩემს მაყურებლებს ვუთხრა, რომ თუ იმის გავსი პრობლემა გაქვთ, მოგმართეთ დროულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემას ძალიან მალე მოვაგვარებთ. დიდი მადლობა ვერიკო. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.